იბრძანდება მარიკოს თავს. აჰა, ჩემოჟი ყვარულო. როგორც გუშინ დავამთავრე, ისე მეც უნდა დავა. ახლა არ ვიცი აქედან რას ვგავარ, მაგრამ დამიჯერეთ ადეკვატურობა მაქვს დაკარგული. მარიკო დავაცინე. ხა და წამოწოლილი ვიყავი, ტელევიზორს უყურებდი, იმიტომ რომ სიბნელეში წინავს მარიკოს. ხა და რატო არ გამოდიხარო ლაივში? მომწეროს გოგოებმა. აი, ნახეთ, ახლა უკვე წინავს მარიკოს. ერთი სული მაქვს. მოუწესრიგდე და დავწვევ. ანუ მართლა. თორე დამიჯერეთ ყველაზე მეტად ეგ მე მინდა ძალიან რომ ნელ-ნელა გავიზარდოთ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ამართლებს ჩემი გაუნზრების რაოდენობა იმასთან დაკავშირებით, როგორი აქტივობაც არის ხოლმე მე ვიდეოებზე. რა თქმა უნდა, ახლა 3000 რაღაცა ნახო ხო არა აქ ვიდეოს, მაგრამ ეს ხო შედარებითია, ხო და რაღაც ამით კიდე რაღაცებს ვითვლით ჩვენ ხო. ხო და ყველაზე მეტად ხო, მაინც მე მინდა რომ ჩანდე უფრო მეტი აქტივობა მქონდეს, უფრო მეტი გამომწერი მყავდეს და ასე შემდეგ, როგორც ყველა მივილწვით, საითაც მივედვით. მაგრამ როცა უკვე ძალიან გადახლილი ხარ, ამის თავი აღარ გაგოგოებო. თორე ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა ხა დავჭდე და იმის ენერგია მქონდეს, რომ ლაივში გამოვიდე. რაღაცა თემები განვიხილოთ, განა არ მინდა. ახლა ძინავს მარიკოს და სულ თავისუფლად შემიძლია გამოვიდე ლაივში და ვიჭორა უბრალოდ. მე რო ვიცი დილის 6 საათზე უნდა ავდგე და ღამის 10-მდე არათუ დავწვევი. ნორმალურადაც ვერ დავჭდე, მირჩევნია რომ ახლა დავისვენო. ეს არის. თორე ისე მინდა რომ მომემატოს აუდიტორია. რა თქმა უნდა 5000-მდე ჯერ იმდენი მიკლია ხალხო რა ის 5000 ალბათ 15 წელი ვერ გახვდები კიდე 5000. ხო და მაგრამ ნუ ხო როგორც არის რა თუ მექნება ხოლმე დრო რა თქმა უნდა რა ის რო გექნება გვაცარას შუთურა თუ გამოვძებანი რამერაირად დროს კი ბატონო სიხარულით ცოცხალი უფრო მეტი ცოცხალი და ჩანსახი კომუნიკაცია გვექნება ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემგან კი არ იქნება რაღაცა ორმხრივი იქნება ესეც საუბრობ მაგრამ არ გამოდის აი დღესაც ვფიქრობდი რომ მოდი მეთქი მარიკო რო დაიცინებს ცოტა ადრე რო ვატყობდი უკვე ძალიან ეძინებოდა დავჭდები თქო რაღაცა გოგოებს დაველაპარაკებ ვერ სანამ სახლი მილაგდა და სანამ მოკლედ სანამ ცილის დრო მომივიდა ერთი ალბათ 15 წუთი ჩავსკროლავ, გადავსკროლავ და მე ავტომატურად გავიჩიშები. თავარია ხოლმე რომ არ უნდა დამავწყდეს მაღვიძარას დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ვასწრებ თითქმის უკვე ხშირად მაღვიძარას დარეკვას და ვდგები, ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ გულდამშვიდებულმა დავიძინო, როდესაც მაღვიძარა მაქვს დაყენებული. ვაი და არ გამეხვიცო სად მიდიხარ მე ანუ დავიღუპე შესაბამისად ეს გულდამშვიდებული ძილი მიყვარს მე რა ხო და რა მინდა განა არ მინდა ჩემს მეტად ღვარავის არ გინდათ მაგრამ რა გავაკეთე მეთქი მაგას ვიდეოთ იგი პასუხებთ მეთი რამდენჯერ ვაბობ ხოლმე ამას მაგრამ ხო რა ცება გოგოებო რა გითხრათ მეც მინდა კიდევ პრინციპში ახლა აღარაფერი მინდა დასვენების გარდა და შოულების გარდა რო არ დაგიმალოთ ხა რა არის დასამალი რომ უკვე გადავიწვი უკვე ვატყობ რომ კი არ გადავი პაჟარი მიქითია
გასული ამ სწორმჯდელობით. ხო, რა ვიცი. თან მე მიჩვეული არ ვარ ივლისში მუშაობას, იმიტომ რომ მე რომ მხოლოდ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდი, მე ამ დროს უკვე შვებულება მქონდა დაწყებული. შესაბამისად, საერთოდ უკვე შებამდე თბილისში არ ყოფილიყავი და კიდე სხვა გეგმები მქონდა ხოლმე. და ახლა ცოტა უცნაურ ამბებში ვარ, ანუ რომ შვებულებაში არა ვარ, უკვე ძალიან გაუგნებული და გამუშტერებული ვარ რანაირად ვარ, ისევ რაღაცა სამსახურის რეჟიმში. მაგრამ ხო რა ასეა რომ შევითავსე სხვა რამეც ახლა ეგრე კი არ არის გინაცვალე ბევრ დროს ვთქვა აი ეს მინდა რომ ავიღო პულტი და დავაჭირო და ივლისი იყოს დამთავრებული და სიმწონის ფონზე ვიღებდა ვლოგს და გეუბნებოდით რომ აი მოგესალმება თქვენი პოდკუნამსის ხირი სოფლიდან ან რა ვიცი ხო პარიზიდან როარ შეგერთობით კი იცი თქვენ და ძირითადად სოფლიდან აი მე ეხლა ვუყურებდი YouTube-ზე რაღაცა თუბაისის ამომიგდო ცათამჯერს ლიფტით 8-დან სადღაც და მე ხო ტელევიზორში ვუყურებდი და სხვა დიოდა ლიფტით ხო ძალიან მაღალ სართულზე პანიკაში ჩავარდი გადავიკრევე ავსკროლი და გადავდი ცუდად გამიხდა გული ჰაერი არ ყოფნი და ანუ აი ჩქარჩქაროს ვთქვი შუქში ვიყავი ძალიან შემეშინდა წარმოვიდგინე რომ მე ვიჯექი იქ და მეხუთებოდა ყველაფერი ხალხურა მეშველება ანუ დავიჯერო ასაკის ბრალია რომ უკვე 40 წლის ვარ და მაგ კიტო დამეწყო ხა მე ყოველთვის მეშინოდა ლიფტის ხა ეგ არ არის ახალი ამბავი და გვირაბები არც არასდროს არ მეყვარდა მაგრამ ახლა ჩემთვის ეგ არის უდიდესი გამოწვევა ნუ შეიძლება სახე დავიკაწრო ანუ შიშისგან ხო და ყველაფერთან ერთად ერთ-ერთ სადაც მშვიდად ვგრძნობდი თავს და უსაფრთხოდ იქაც საფრთხე მაქვს უკვე მეტროში იქაც ფოთვა მაქვს უკვე და პანიკა მეწყება მადლობა ღმერთს რამდენიმე დღე მსგავსი აღარაფერი მიგრძნია და მადლობა უფალს რომ აი ეს რამდენიმე დღე საერთოდ არ მქონია არნაირი შეგრძნებები მაგრამ აი როგორად იხართ ხალხო ცათამჯენებზე და რაღაცა ლიფტებში რაღაცა რა ვიცი მიასე სართულზე შოქში ვარ ანუ აი შანსი არ არის შანსი მე ეგეთ ადგილებში ძმაო არ უნდა გამithვალისწინოთ აქედან მეცოდეთ რომ ეგეთ ადგილებში არ გამithვალისწინოს არავინ სადღაც მოდი წავიდეთ სამოგზაუროთ და ავიდეთ სათამჯენზე რაღაცა თუნდაც მე-20 სართულზე დაბლა დაგელოდებით თუ შეიძლება ცილინების აგოგო სხვადასხვა წინა ვიდეო რაც დევს ქავერზე რა ფოტოც აქვს ეგ საყურე ჩემი გაკეთებულია ჩემი და მაგ საყურით ყველაზე მეტად არ ვიცი ვამაყობ აი არ ვიცი იმიტომ რომ გიჟდები მაგ საყურეზე ხალხო აი უბრალოდ აი როგორ ვქნა რომ ვუთხრა რომ მომყიდე თქო გაყიდული აქ საყურე და როგორ ვუთხრა რომ საყურე მომყიდე ჩემი გაკეთებული საყურე ანუ ხო შემიძლია ხალხო იგივე გავაკეთო მაგრამ ანუ არა იგივენაირი ვერ გამოვა იდენტური ოდნავ რაღაცა ცვლილება მაინც იქნება და მე აი ზუსტად ის მინდა როგორც გავხიდეთ რა მეშველება არ ვიცი აი ისეთი საყურია ხალხო რო ვუყურებ შტერდები ისე ვამაყობ ჩემი თავით რომ ეგ საყურში ვქმენი რომ აი არ ვიცი ძალიან მომწონს აი ულამაზესია და ძალიან მიხარია რომ ჩემს მომხმარებას რომელიც დოდონას მაყურებელია ძალიან მოეწონა და მითხრა რომ ჩემს ირგვლივ სხვა ადამიანებსაც მოეწონათო და კიდევ ძალიან მადლიერი ვარ და მადლობელი ვარ
იმიტომ რომ რატომ შეუკვეთო სხვაგან, როცა მე შენი მაყურებელი ვარ და შენ თავად ქმნი ამ ყველაფერსო და ეს როგორ დასაფასებელია, ხო აი სითბო ჩამეღვარა გულში და სულში. ეს არის ადამიანობა ჩემთვის. აი ესეთი ადამიანები ქმნიან ამინც ადამიანობის ისი დეფიციტით საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს და საქართველოში არა, მსოფლიოშია უკვე ეს დეფიციტი, რომ ადამიანობა ცოტა სათხაც გადავიდა რა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ბევრად მეტი ვართ ადამიანები, ასე რომ ძალიან მიხარია. ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. მიხარია ძალიან, ძალიან. ჩემი თავით გმოყოფილი ვარ. ძალიან მინდა რომ დავიცინო. და სამჯერ ამთექი დავწექი, ამჯერ დავწექი. ანუ ისეთი ხმაური შემოდის ხალხო ქუჩიდან. ანუ როგორ უნდა დავიცინო, აი. რანაირად გავითიშო. თავში თუ ჩამარტყავენ რამეს თორე. როცა ჩემი სახლის ოთახის დაბლა დგას ხალხი, თითქმის და საუბრობს. ნუ ჩათვალეთ, რომ გვერდით მისხედან რა, ეგეთი ამბავია რა. მსგავსი რომ საბერძნეთში არ მინახავს. რა ის ხმაური ქუჩებში ხალხო, ამ დროს, ანუ შოკი. ვინ გახმავი გაგაბედინებს. სწორი კვების მე-9 დღე გახსნილად გამომეცხადებია. წავიდეთ მეგობრებო. ეს რანაირად აიბროჭნა აქ. წავიდეთ და ვიმუშაოთ. ბედნიერი დღე ყველას. ხوار გცივადე? ეს ყავილი რაღაც ხარ ეს ამფუთლებს. ჩიტებსდე? ხო. იმიტომ რომ თავის ნაკლები უყვარს ჩიტებს. ჩილებს იჭამ? მარიკუნები დე? ხო, არა უშევსდა. რას ველოდებით ხა რატო დგავართ ორნაბიჯთან შვილო? რა უნდა და რაღაცები უნდა. უიდე და საყურე გამოგიწურა. ანუ რა ხდება აქ? ჩემს რუმიან. მარიკო ფოტოს ორნაბიჯთან დგავართ ყოველ დღე. ან დღე გამოშვებით მაინც აუცილებლად, იმიტომ რომ მარიკოს რო უყვარს ის უნდა ვიყიდოთ. ეს ყოველდღიური ის არის, რა ქვია, რუტინა, ან ორ დღეში ერთხელ მაინც თან იმდეს ყიდულობა შეიძლება 3 დღე არ მოგვიწევს, მაგრამ 3 დღე არა ძირითადად უფრო აი 2 დღეში ერთხელ მაინც გვიწევს ხოლმე რა. ტრადიციული კადრი, ტრადიციული. ვაიმე დედა. ორი მელოდი. დავბრუნდით სახლში და ბარემ სანამ გავბრუნდღუნი მეთქი გოგოებს ვაჩვენებ. სასწაულები ვიყიდე ფეზაკლება იყო 20 ლარათი იყო, ანუ ჩემი 2 ერთი საკვები და ერთი ფასაწონი. მომიტანეს დღეს ძალიან მალე მომიტანეს, ანუ რეალურად შეკეთიდან. ერთ-ერთი მინუსი აესე მოიტანეს და ცელოფნები ვეძებეთ სამსახურში მე რო წამომეყვა. აი ასე არ შეიძლება ხალხო ნივთები ჩავაროთ პატრონს. ნუ აი ასე? ასე? ბატონო. არა. კაი. ერთი ეგ არის. ეხლა ვნახოთ. იცი მოვიტანოთ. ხო.
არ მიყვარს ესე მღლარძუნებული რაღაცების მოტანა. მივაპატიეთ. აი, გავხსნათ ელემენტები დამავიწყდა მიყიდა სასწორის და გამახსენდა რომ სასწორად რომ ეს არ წონი და ყულა მეათხრე შეჩემო მეუღლემ ფული იქიდან ამოვიღებ. და ჩავდებ. გონზე არ ვარ ავიწონები თუ არ ავიწონები მაინც ზუსტად. ადამიანს სასწორიც ვერ გიყიდია ნორმალურად. არა. ჩოლებრი მე რომ აქვს. მოგიც სასწორი. უი! ეს ელემენტი მოხვა ამას. აი მე დედა. გამიხარდა. ამას მოყოთ აი ეს ელემენტი. აი ამის ხამიან ცალია. ჩაჭრეთი კაცა. უი, ასეთი არა კაცო მის ხონაირი მაქვს. ეს დიდია. თუმცა, ანუ ვარჩიე რომ მაინც ეს მიყიდა, იმიტომ რომ 2 სასწორია თან და გიხსოვთ 20 არის რაღა. ნუ სრულად 26 გადავიხარ. აი. წავიდა ნაგავში. ეს გამოგებინა ეს სასწორიც აკეთებულ და რა ასე აქვს. მოდი ხა ეს ისე ამოვიღოთ რომ არ დავაზიანოთ. მაიმე და ყუთი გავხდი. მაგრამ ეს ყუთი ისე დღეში იყო მე მგონი ეს ასე რომ მომიტანეს უბრალოდ ვკითხე რომ ასე ანუ ცელფაში არის არა აბა მე ხო არ ამოვიღო თქვენ რომ გიგეთ მეთქებოდ ასე როგორ უნდა მოვიტანო უი რა კაი ელემენტები მოყვა თავის ფაქტობრივად გოგო იდენტურია ჩემი სასწორისგან ერთ-ერთი განსხვავება ის აქვს რომ აქ მოღუნული არ კალები და ეს ჩვეულებრივი ოთხკუთხედია და სიმართლე გითხრა მე ოთხკუთხედი არ მიყვარს იმიტომ რომ არაკომფორტულია მაგრამ აბა ვნახოთ თუ გამართლებს თუ არ და მე სასწორის პირველი აღარ ვარ იმაშიც ესეთები ალბათ ნუ სტანდარტული ის არის რა ქვია ვერ გავხსენი უგონოდ დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი ვარ, შემიძლია რომ დამონჯებული ვარ, აი მარიამის თავის გეფიცებით ცოცხალ მკვდარი ვარ სახლში მოსული. ეს რა არის? პლუსი არის, არა, კაცო რა პლუსი შვილო. იქით არის არა ანუ ერთი ოკეი თუ მინუსი ამოდი ჩაუსვათ აქეთ მინუსი გონია რომ სასწორების ბრალი კერა ელემენტების ბრალი ყველაფერი და მომკალი თუ გინდათ შესაძლოა ვწდები აი ესეც ასე ჩვენი სასწორი ეხლა ამის საწონოს თავი არ მაქვს და ეგროს აქვს ნამდვილად არ ვაპირებ ეხლა ამის საწონოს ხო მომიტანეს კიდევ ვაიმე დღეს ყველა ხალხო საბურთალოზე მოიცალა მოსატანად ნახალუკაში ვერავინ ვერ მომიტანა და ბარე მოკლედ იქ მომიტანეს შეუკვეთე არაქისის ხრაშუნა ეგრეთ წოდებული კარაქი რომელიც ინსულინსისტენტობის ძალიან კარგია ხილთან ერთად შეგიძლიათ ერთი კოლსი დაიდოთ ხილთან ერთად და სხვადასხვა თხილებულთან ერთად მიაყოლოთ რაც კარგია კიდევ ხო ნუ ერთი მინუსი ჯერ გამისინჯავს უკვე მინუსი აი ამების გამო რომ ბეთი ჩემი რომ კურიერში თხოვე მეორეშიც ჩაედოთ ანუ ფაქტობრივად აი ასე მოვიტანე სახლამდე ძალიან ხარისხოა თუ ამ საქმის კეთებას აპირებთ გამოასწორეთ გახოწებთ ახლა ეს რომ განვარდნოდა ხელიდან და გატეხილიყო ქილები წარმოდგენა არ მინდა რაც ჩავიგენდი ხო მოკლედ ძალიან გაუბრაზდებოდი ან ჩავიდენდი რა ვიყიდე შაქრის გარეშე ბუნებრივია შაქრის გარეშე ხრაშუნა 400 გრამიანი
მიწის თხილის კარაქი. არა ქისი თქვი თუ რა. ვაიმე. აიმე რა სუნია. ანუ ერთი ზუთით. აბა მასმენი. ჰა. გაგასინჯო მერე დე? აი. ხო, ხა რა თქმა უნდა ვერ გავსინჯავ მე, იმიტომ რომ საღამოა და გამორიცხული ახლა მე ეს გავსინჯო. თუმცა შაბათამდე ამას ვერ გავსინჯავ. ზედ აქვს ნიშნული, ზედ აქვს ნიშნული წარწერით გახსნისას ამოურიეთო, რაც ძალიან მომწონს ეს ინსტრუქცია. ილექება და კარგად უნდა ამოურიოთ. სნეკი. მე ახლა გავუშვი. 400 გრამიანი ფაზეკლებით იყო და ვიყიდი 10 ლარად. ორივე მომევიდა 20 ლარი და პლუს 5 ლარი მომსახურება. თუ 6 არ მახსოვს, ახლავე სიყვარულო. ეგ მინდა რომ აჭამო. გინდა? კარგი დაჯექი. შენახვის პირობები მაინტერესებს, შეინახეთ მშრალ ადგილასო. ხო, გრილ ადგილას უნდა იყოს. 6 თვე შენახვის ვადა. ზედაპირზე ბუნებრივად გამოიყოფა მიწის თხილის ზეთი. კაი. მოკლედ ეს 2 კილო ვიყიდე გოგოებო. რაც ორი კობისთვის არის და ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ავედი ახლა. ცოტა რთული დღე მქონდა, ძალიან დამივარდა წნევა. ღრთილიდან ხო ვიძახდი, რაღაც არ ვიყავი რაღაცნაირად. არაფერი არ მაწუხებს, ოღონდ გარდა იმისა, რომ გახშირებული და გამძაფრებული თაბრუსხვევა ვერ მოვიხსენი დღეს დაახლოებით 3-4 საათია, რაც თაბრუსხვევა მაქვს. ახლა კიდე ოდნავ შემიმცით და ვერც კი ავდექი. ძლივს ამაყენეს. ხო, არ ვიცი ხარ ეს ბრალია ყველაფრის ერთად ალბათ. კაი, წავედი და ამის დაგემოვნება იქნება ალბათ შაბათს. დიდი 99% მივიდივართ სოფელში და იქ დავაგემოვნებ. ეს ვიდეოსთვის დავაგემოვნებ, თორე ხვალ მოვახერხებ. არა, ხვალ სახლშიც ვერ დავაგემოვნებ, თუ სახლში არ ვიქნები. საღამოს რომ მოვალ, ამას ვეღარ მივირთმევ. შესაბამისად შაბათს დავაგემოვნოთ. ნახოთ როგორია ჩვენი სნეკი. მე რატომღაც მგონია, რომ ძალიან უნდა მომეწონოს და ნახოთ. რას მივირთმევ? მოც და გარგარს. რომელი უფრო გიყვარს, მოცვი და თუ გარგარი? ნაცვი. ნაცვი? აქამდე რატო არ გიყვარდა? მაგრამ ორივე მიყვარს. აქამდე რატო არ გიყვარდა? ნაცვი? კი. ავჭამდი არ ვეხებოდი და არ მომწონდა, გემოს არ ვაგემოვნებდი. მიხარო არა, ახლა აგემოვნებდე, მიხარია ძალიან. მე რატო ვსაუბრობ არეულად ხო არის? არ ვიცი არეულად რატო ვსაუბრობ, მაგრამ მგონი ძირისპირული მაქვს თუ არ ვცდები. აზრი ვერ დავალაგე, წეღან კი დაინახეთ. დავყავას ცოტა მასვისავ. ახლა სამოს გავიმზადებ, რავი, რას ვიცმე ვეცა. ეგრევე წავალ საწოლში. რატო არ ინთები? ვერ გავიგე. წამოვწვევდი ვუყურებ. ცოტა ხანი ტელევიზორს და მე დავიცინებს.
ხალისო ავდგები, წავალი მუშაობ, დავიკლებ მოვა. დავდებ ყავას, გავიმზადებ ახშამს, გავიმზადებ სამოს და ასე დაუსრულებად ვიღავს ჩვენ კარს. უწევ ტრიალებს. წლის ძალა ხალხო გვერდს და მეც. ისე დავიწყე თითქოს ფილების დაცვას ვაპირებ. უკვე 9 ხდება გოგოებო. დაახლოებით 15 წუთში ჩავგორდები. ალბათ ეს 11-ისთვის საბოლოო ჩაძინებისკენ იქნება ამბავი. მარიკო, ეს ჯგერგარი მიირთვი. უბრალოდ ძალიან ხმაური შემოდის ქუჩიდან, ცოტა შემაწუხებელი, ბუდის გიხდით. თქვენთვისაც და ჩემთვისაც ძალიან შემაწუხებელი. დღეს საუბრობდით საჩუქრებზე. როგორ ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილებში საჩუქრები, თუნდაც ევროპაში. ვადარებდით ჩვენს მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებებს, სადაც საჩუქრების მოლოდინი მაღალია და მე წარმოვიდგინე, რომ ქორწილში ან დაბადების დღეზე საქართველოში ვინმე მოვიდეს ერთი ბოთლი შამპანიობით. ან უბრალოდ ბამბანერკით ეგრეთ წოდებული. წარმოდგენაც არ მინდა ხალხო რა მოხდება და რამდენი ადამიანი საუბრობს მე ამ თემაზე. ძალიან ბევრი, საუბარი იმაზე იყო, რომ ფინანსებმა განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაკარგეს. ერთმანეთი დაიკარგა, ნათესაობა დაიკარგა, იქ რაღაცა ნაცნობობა დაიკარგა, მეგობრობა დაიკარგა, ურთიერთობები დაიკარგა, სამეზობლო დაიკარგა, ანუ დავიკარგეთ, მთლიანობაში შევკითხოთ, დავიკარგეთ და თითქოს რაღაცა იმაში ვართ გაუგებრობაში და ვერ გაგვიგია სათვალად. იმიტომ რომ ყველაფერი დავიდა ძალიან მატერიალურად, ძალიან დავიდა ყველაფერი. ადამიანები წუხან ვიღაცის გარდაცვალებას და იმიტომ ვერ მიდიან, რომ არ აქვთ იმის ფინანსები, რომ იქ დადონ ფული. ეს არის ტრაგედია, ძალიან სამწუხაროა, ძალიან. ხალხს აღარც ჭირი უნდა და აღარც ლხინი, იმიტომ რომ უკვე ისე არიან, რომ აღარ უნდათ რა. ის ჭირიც ხო ძალიან რთულია ყველა კუთხით და ლხინიც ძალიან რთულია ფინანსური კუთხით. და მაგაზე ვსაუბრობდით, რომ როგორ დაფანტა ფულმა ადამიანური ურთიერთობები და რაღაცნაირად შეიცვალა, სახეცვლილი ურთიერთობებია. აი რაღაცნაირად თითქოს ვერ გაგიგია ვინ არის შენი, ვინ არის ყალბი, ვინ არ არის ყალბი. ჩვენს თაობაში ალბათ კიდევ უფრო ნაკლებად. აი ახლა ალბათ ძალიან რთული აბები იქნება. ჩემს თაობაში უკვე ვიცით ის ჩვენი მეგობარი ვინ არის და ის ვინ არის და უკვე გამოვლილი ამბავი გვაქვს ეგ. და როგორ მეშინია მომავალი, აი მარიკო რო იქნება დიდი გოგო, სადამდე მივა ურთიერთობები და როგორი იქნება ურთიერთობები. ძალიან მაშინებს ბევრი რამ ვერ დაგიმალავთ ნამდვილად, ძალიან მაშინებს და იქნება არც იყოს ასე, მაგრამ ეხა მეგობრებს რო შევხოთ ურთიერთობები შენელდა ზოგადად.
მისვლა-მოსვლა ადამიანების შენელდა. თუ გასათხოვარი ხარ, ბევრად მარტივია წადი, მოთი ყველგან. ძალიან მარტივია მეგობრებო ცხოვრება, როცა ხარ დასაოჯახებელი, ძალიან მარტივია სწავლა, როცა ხარ დასაოჯახებელი, ძალიან მარტივია მუშაობა, როცა ხარ დასაოჯახებელი. როდესაც ხარ დაოჯახებული, იმდენი ვალდებულებები გაქვს აღებული და ეს ჩვეულებრივი მოვლენა, იმიტომ რომ შენ ქმნი ოჯახს და შენი თავი მხოლოდ აღარ გიკუთვნის და აღარ ხარ ისე რომ ხავდგები მე წავალ და თუ ვიდე ერთი კვირა არ ჩამოვიდა სულ არ ვეტყვი სად მივიდივარ ხო? ბუნებრივია. რთულია ძალიან ზოგადად. დაოჯახებული ადამიანისთვისაც სწავლაც და ყველაფერი რთულია, ძალიან რთულია, რაღაცას შეეჭიდო, ძალიან რთულია ის, რომ თუნდაც იმუშაო, კი მხედავთ მე სახე მაქვს უკვე გამძვრალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამ კუთხე ბევრი ვალდებულება მაქვს აღებული, ყველაზე მთავარი მაქვს და დიდი აღებული მარიკო, ხო? რაც დიახ, სრულიად სწორშობით ვალდებულებაა, სრულიც რო თავი დავანებოთ, ხო? და შენი როა და რო გიყვარს, ვალდებული ხარ. რომ სრულწლოვანი სანამ არ გახდება შენ და ეცადო მის გზაზე დაყენებას და ეს ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყო. ძალიან რთულია რა ზოგადად დაოჯახებული ადამიანის უკვე მე რაღაცა გათქვეფები. რთულია, იმიტომ რომ ვეღარ იცლი, იმიტომ რომ იქ რაღაცა ბავშვი ტირის და ვერავინ აჩერებს, არავის ეკარება, იქ რაღაცა ეს ანუ შევავით ქნარებს ხო არ იცით. ძალიან ბევრი რამ ხდება, ან სანამ შექმნით ოჯახს მაქსიმალურად ისწავლეთ, იმუშავეთ, გადით ხალხო, გადით ქვეყნები ნახეთ, წადით. მე რომ ვიყავი სტუდენტი, მაშინ ოცნებაც კი არ არსებობდა იმისა, რომ უდესმე ჩვენ ასე ვიფრენდით. ამის ოცნებაც კი, უბრალოდ ოცნებაშიც კი ადამიანებს ვერ და არ დაგვიშვია, რომ აი ხა ჩვენ ავდგები თუ ვიფრენდ. ეგ იყო გამორიცხული, ჩვენთვის ეს იყო რაღაცა მაღლა დაფრინავს დედა რა კარგი. ჩემი სტუდენტობის დროს გეუბნებით. ხო, შეიცვალა ხო ყველაფერი და რაღაცნაირად თითქოს ეს ყველაფერი სულ გქონდა, ეგეთ შეგრძნება გვაქვს ახლა უკვე. ხო და გვაქვს ამის ყველანაირი საშუალება, რომ აკეთოთ და გადით ნახეთ ქვეყნები სოციუმში, გქონდეთ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, სხვადასხვა კულტურაზე ზიარეთ. ამაზე მაგარს რა უნდა გააკეთოთ ხალხო? ის სულ სხვა ცხოვრება დაოჯახების მერე რაც იწყება და ყველაზე დიდ ბედნიერებებზე ჩეხები, ეგ საერთოდ სხვა ცხოვრება, მაგრამ როცა ხარ სტუდენტი, ნუ იჩქარებ რა ამ კალიცოს და რაღაცა გაპერილი მუცლით ზიარუს, რომ დიდა რა ის აყვარელი ხარ, ეგ დრო მოგივათ ხალხო. გადით ქვეყნები ნახეთ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს გაეცანით, იმოგზაურეთ საქართველოს რამდენი კუთხე აქვს, ხო, ვერ დავიჯერებ ხო ყველა გავართ ნამყოფები კი არა, იმდენგან არ ვარ ნამყოფი, რა ვიცი მე. თან აი მგონია რომ უოჭველი რომ უნდა იყო და არ ხარ ეგეთ ადგილებში ნამყოფი. გადით. ყველაფერს ვიჩქარებთ რა. გადით. ნაადრევი ყველაფერი კარგია, ოღონდ სიკვდილის გარდა, ოიტყვა ხო. ტყუილად არ ვთქვამთ. ვიჩქარებთ ყველაფერს. ადრე რადგან არ იყო ეს ფრენები, შესაბამისად ჩვენ ვერ მოგზაურობდით, იმიტომ რომ არ არსებობდა. ის კი არა, რამდენიმე წელია ხო, რაც ეს უვიზო მიმოსვლა, თორემ ვისაც გვაღირსებდა რა ის სადმე რო წასულიყავი ეს იმ ხელა რაღაცა იყო ხალხო, რომ აი გაფრინდა, გადმოყრიდა ხალხი თვალს, რომ ის ვიღაცა სადღაც გაფრინდა და ახლა გაფრინდა, იმართლა რა კარგია. ხო, ნახეთ როგორ შეიცვალა ყველაფერი. ასე რომ იფრინეთ გოგოებო.
იმიტომ რომ მე მოვიდეს წუთი, როცა აი მე როგორც ვარ ზუსტად ასეთი დაღლილი იყოთ სამსახურიდან მოსული და ახლა რომ მითხრა და ვინმე მომიტანოს ბილეთი, რომ ადეგი პარიში მიფრინა თუ შეება არ გავყვე. იმიტომ რომ მეცინება, დაღლილი ვარ და მინდა რომ დავიძინო. გესმით? ხა ვინმე ბილეთი მომიტანოს გავფრინდები, კი რა აქეთა ეგ რო გადავხტები, მაგრამ ზოგადად შინაგანად ისე ვარ უკვე დაღლილი, რომ ჩემი ტვინის სხეული ერთ აზრზე დგას, რომ წითელს მინთებს უკვე, აი ეს უკვე აჩქარებულად მინთებს, რომ დაასვენეო მეუბნება. გესმით? ამიტომ ყველაფერს აქვს თავის დროს კუთხული არ მithქობს. ასეა. არც ახლა არ არის ხო გვიანი ავდგები და ვიფრენ რაღაცა თუ კეთია თუ ისე თუმცა მაინც ავტობუსი მიჩვენია მე ფრენას. ნუ ბავშვი ხარა. ბავშვი რთულია ავტობუსი ბუნებრივია და ეხლა მაგას რა თუ და ბევრი ლაპარაკი. რაღაცა საოჯახო ტური და ასე შემდეგ. მაგის დროს მოვა აუცილებლად. აუცილებლად მოგვივა მაგისით, როცა ახლა ამ წელს არ არის მაგის დრო ძალიან მნიშვნელოვანი რიგი საკითხების გამო, რაც ხარ ამიტომ ვისაუბრო. საკმაოდ ისეთი საკითხებია, რაც ჯერ წინ დგას და მე სხვა ყველაფერი. მაგრამ ამის დროს მოვა. ეხლა რომ მითხრათ, მე ისეთ ფულიანზე გავთხოვდები, რომ ეგენი არ მექნება და არ დავიღლები სამსახურში თუ რაღაც. ყველას ცხოვრებაში არის ეგ მომენტი, როდესაც ძალიან იღლება და უნდა რომ დაისვენოს. ვიღაცისთვის ძალიან დაღლა არის ის, როგორც მე ვიღლები, ახლა ჩემში რომ ვილაგებ თავში და ვიღაცისთვის ძალიან დაღლა ის, რომ საშოპინგო წავიდა, ორამდე სადღაც ქმრის ოფისში იჯდა და რავი დაიღალა რა. გესმით? ასე რომ ყველას დაღლა სხვადასხვანაირია, მაგრამ ნახე ისიც დაღლილია. მიუხედავად იმ ფუფუნებისა თუ რაღაც დაიღალა. რაღაცით ხო დაიღალა, ფაქტია ადამიანი რომ დაიღალა. ასე რომ ცხოვრებით ტკბობა, განაგრძეთ მეგობრებო, სწავლა, განვითარება. გათხოვება სად გაიქცევა, გეხოწა. რომ არ გათხოვდეთ რა არო? ისე რომ ვთქვათ. ეგ ხო თქვენი არჩევანია. წავედი მართლა ვერ ვახელ თვალებს ვგრძნობ, რომ ავტომატურად მეხუჭება დრო. ჰაი. დიამშიტოს. ხამე 11 წუთებზე ვიწექი და მყვინთავდა. მყვინთავდა. ჰაი. გუში 10 წუთები იყო უკვე საძილში ვიწექი. რაღაცას ვუყურებდი და სუსტად გვერდზე 100 ჯერ ჩამეცი და გამომეღვიძა. და ეგრე ვუყურე. დამთავრდა გალთიში. დავიძინე. ძალიან გალთიში მდგომარეობაში დავიძინე. ფიქრობ ახლა შაბათს წავიდე თუ არა სოფელში და აი ამ წამის გადმოსახედით არა ალბათ. ნახოთ. გუშინდელი გადმოსახედით მივდიოდი და დღევანდელით ვერ მივდივარ და აი ნახოთ. რა იქნება დღის ბოლოს მის მიხედვით. გეფიცებით ვართი გადამდის.
თქვენ არ გცხებათ. დავიჯერო ჩემი სიბუტყუნის გამო მცხელა. არ ვიცი სასწორი გავასწორე, კი არა და ის ახალი რომ მოვიდა. ხო და აზრზე არა ვარ, სწორად წონის, არ წონის, არ ვიცი. უბრალოდ ერთი ის არის, რომ სამჯერ დავდექი და ერთი და იგივენაირად აჩვენა. გუშინ სადაც სხვადასხვა აჩვენა. არაფერიც არ ვიცი. ქვეყანაში სასწორიც არ ვერ გიყიდია ადამიანს ნორმალური ეგეთი ეფრი გამიგია. ან მე ვარ ეგეთი, რომ ვერაფერს ვერ ყვიდულობ ნორმალურად. ასე არ არის. რა თქმა უნდა, არ ჩანს ახლა თორემ მისვია ყველაფერი ზედმიწევნით. აქ კვერცხი თავს იკლავს მომხარშა. ხარშა გოფისწორეთ. ხო და ჩავალაგოთ ჩვენი დღის კვება. სწორი კვების მეათე დღე გახსნათ გაუმცხადები. დედა, როგორ გიხდება ეს კაბადე? მოვედით ჩვენს მეორე სახლში ლამის. ყოველ დღე აქ ვართ, ანურ დღეში ერთხელ ოფიციალურად. მოდი ვნახოთ საათი რომელზე იღება, მოდი. ნეკი სადაგეკა. ნეკი სა. შერი სა. ისა შერი. კარი გავსდე. ამას უბრალოდ ზომას. ანუ აქ ცხენიათ ხალხა.